სათავგადასავლო ტურიზმი ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნის ტურისტული მრავალფეროვნებისთვის. ქართველი საფეხმავლო გამყოლების კვალიფიკაციის საერთაშორისო აღიარება და გამოწვევები, რომლის დაძლევასაც მათ ექსტრემალებთან ერთად უწევთ. თავგადასავლების მაძიებელთა საიმედო მეგზურები გაიცანით ანუკი მასხარაშვილისა და ვაშა მამულაშვილის სიუჟეტში. სოფელი თოთიდან, ხო? ამ ხეობით ავდივართ რამ სიმაღლეზე 3077 მეტრს მიჩვენებს. ანუ უღელტეხილი არის 77 მეტრზე. ალტიხატი არის ცოტა ქვევით მე, უნდა დავეშვით. სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის საფეხმავლო გამყოლის კურსის სტუდენტებს ტურის გავლა ახლა წვიმაში, ქარში, ნაკლებ ხილვადობაში მოუწევთ. წინასწარ შესწავლილი და გათვლილი აქვთ მარშრუტის გავლისას, რა რისკები და საფრთხეები არსებობს. მსგავსი ამინდის პირობებში გზის გავლა რთულია, თუმცა საუკეთესო საშუალება საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადონ და მთელი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. ჩრდილო კავკასიაში, ანუ ყაზბეგის რაიონში, წრიულ მარშრუტს გავაკეთებთ, ავალთ გერგეთის მყინვარამდე, ერთი ხეობიდან და მერე მეორე ხეობიდან ჩამოვალთ. ცუდი ამინდია, ვთქვათ პირდაპირ და, მაგრამ გამოწვევა დიდი ჩვენი სტუდენტებისთვის, იმიტომ რომ მოუწევთ ეს ნასწავლი, რაც აქვთ რუკებზე მუშაობა და კომპასებით და გზის გაკვლევა, ანუ მხედველობა არ გვექნება. და კაი ვარჯიში გამოვუვათ, მით უმეტეს ბოლო კვირა ამათი და ანუ ეს ყველა ტური გამოცდაა. სტუდენტები გუდაურიდან ყაზბეგის მიმართულებით დაიძრნენ. მარშრუტის საწყისი წერტილი 2200 მეტრია. სტარტის აღებამდე რამდენიმე ჯგუფად დაიყვნენ. მარშრუტის მიმდინარეობასა და ტურის გავლისას მონაწილეების გადაწყვეტილებებს მასწავლებლები დააკვირდებიან და შეაფასებენ. ჯამში მარშრუტი არის 12 კილომეტრი, დაახლოებით საფეხმავლო სასირულო დრო არის 5 საათნახევარი, გამოგწვდიან, ასე ვთქვათ, მასწავლებლები, რამდენად შეგვიძლია რისკების მართვა. იქიდან გამომდინარე, რომ ამინდი ცუდია, შეიძლება რომ მოცურდეს, დაიზიანოს კლიენტმა რამე, მაგის გამო ჩვენ ახლა გავდივართ მაგ დაბრკოლებებს და გვიწევს სამამინჩი სიარული. დიდი ალბათობით სტუმარი რო იყოს, რეკომენდაციას გავუწევით, რომ დღეს არ გავსულიყავით ტურზე, თუმცა არსებობს ისეთი კატეგორიის ხალხი, რომელსაც ეს დიდად არ ადარდებს და მაგისთვისაც მზად უნდა ვიყოთ შესაბამისად ჩვენს ამ დაბრკოლებებს დღეს გავივლით. შემოვედით ტყეში. პირველი ნიშანი აქედან რა გვაქვს აზიმუტისთვის რა გვაქვს აღებული? ქედის თავი ალბათ, ხო? ქედის თავი აგერე. ამ ნაწილში. ესე გვაქვს აღებული. და ვივლით დაახლოებით კილომეტრ ნახევარი ამ მიმართულებით. სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის საფეხმავლო გამყოლის პროგრამის საბოლოო გამოცდას დაესწრო მთის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციების გაერთიანების ტექნიკური დირექტორი ბილ ბეილი, რომელიც საფეხმავლო გამყოლის პროგრამას შეაფასებს. რამდენიმე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია მთის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციების გაერთიანების, იგივე უიმლას სრულუფლებიანი წევრი გახდება. რაც იმას ნიშნავს, რომ საფეხმავლო გამყოლების კვალიფიკაცია აღიარებული იქნება საერთაშორისო დონეზე. ქვეყანაში კი სათავგადასავლო ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდება. შარშან უკვე ჩვენ გავხდით ასპირანტი წევრები, საერთოდ ჯერ ხდები კანდიდატი, მერე ასპირანტი და მერე უკვე სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენი მომზადება და ჩვენი სწავლების კურსი ფაქტობრივად იყო თანაბარი საერთაშორისოსთან, ეგრევე გავხდით ასპირანტები. ბატონი ბილი არის ტექნიკური ლიდერი უიმლასი, რომ ეს ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანას ტექნიკურ მომზადებას კურირებს ბატონი ბილი. ეს არის მისი პირველი ვიზიტი, თუმცა წლებია ვიცნობთ ერთმანეთს, საუბრობთ ამ ვიზიტის დაგეგმვაზე და საქართველოში მოღვაწე საფეხმავლო გამყოლს, რომელსაც ჩვენი კურსები აქვს გავლილი და არის ჩვენი ასოციაციის წევრი, ექნება ისეთივე საბუთი, როგორიც აქვს ფრანგს, ბრიტანელს, იაპონელს თუ სხვა ქვეყნის საფეხმავლო გამყოლს. ზოგადად ჩვენ მივესალმებით და მოხარულები ვართ, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში იქნებიან უიმლას საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე გიდები. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც მოგეხსენებათ, სათავგადასავლო ტურიზმი ძირითადად მოიცავს აქტიურ, ხშირ შემთხვევაში რისკის ფაქტორების მქონე და ასევე ექსტრემალური გამოცდილებას ბუნებაში
და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰყავდეს მაღალი დონის სერტიფიცირებული სამთო გამყოლი იმისათვის, რომ პირველ რიგში უზრუნველყოთ მოგზაურების უსაფრთხო მოგზაურობა ჩვენს ქვეყანაში და ამის შემდგომ უკვე უზრუნველყოთ მათი სიამოვნებისა და იმ ემოციების მიღება, რასაც საქართველო და საქართველოს ბუნება ნებისმიერ ვიზიტორს თავაზობს. უიმლა საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 27 ქვეყანას აერთიანებს და მსოფლიოში პროფესიონალი საფეხმავლო გამყოლების უფლებებს, სტანდარტებსა და ინტერესებს იცავს. მოხარული ვარ, რომ ინფრასტრუქტურულად გამართული და ტექნიკურად აღჭურვილი სკოლა არსებობს საქართველოში. აქტოვანებული ვარ სტუდენტებით, გავესაუბრე სხვადასხვა ჯგუფს. ისინი სწავლობენ და გადიან პროგრამას დეტალურად. შევხვდი ადამიანებს, რომლებმაც დაგეგმეს ეს ტურები, გამოცდა რომ ჩააბარო, უნდა დაიცვან უსაფრთხოება და ტექნიკური სტანდარტები. ეს საპასუხისმგებლო პროფესიაა. IFMGA და UMLA ხელს უწყობს მაღალი სტანდარტების მქონე პროფესიონალების გაზრდას, რისიც მოხარული ვარ. როდესაც ეცოდინებათ უცხოელ სტუმრებს, რომ ქვეყანაში ყავს ადგილობრივი საერთაშორისო სერტიფიცირებული გამყოლი, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში მოქმედებს ნდობაზე, უსაფრთხოებაზე და უკვე გარანტი არის ის, რომ ის სერვისი, რაც ადგილზე დაგხვდება, არის საერთაშორისო დონის და რა თქმა უნდა, უსაფრთხო. სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა სამთო გამყოლების ასოციაციის მთის კურორტების განათლების სამინისტროს მიერ არის დაფუძნებული და პროგრამების ფართო სპექტრს მოიცავს. მათ შორისაა სამთო გამყოლის, სათხილამურო, ალპური და საფეხმავლო გამყოლების პროგრამები. გასულ წელს პარლამენტში დამტკიცდა ტურიზმის კანონი და ეხლა მიმდინარეობს ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ამის აღსრულება თუ როგორ უნდა მოხდეს. რეგულირებადი იქნება მომავალი წლიდან სამთო გამყოლი, ალპური გამყოლი და სათხილამურო გამყოლი და ასევე მიმდინარეობს მუშაობა, რომ საფეხმავლო გამყოლი შემთხვევაში იყოს მკაცრი, ესე ვთქვათ, რეკომენდაცია, რომ მხოლოდ სერტიფიცირებულ კვალიფიციურ გიდებს შეეძლოთ უსაფრთხოდ გაყვნენ სტუმრებს. საფეხმავლო გამყოლი არამარტო ჯგუფის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, მასთან ერთად ადამიანები ბუნებას და გარემოს განსხვავებული თვალით ეცნობიან, მთაში, გუნდად, როგორც ერთმთლიან ნაწილად ცხოვრებას სწავლობენ. აქ გამდილი გზა კი ისეთ გამოცდილებად იქცევა, რომელიც სტუმარს არასდროს ავიწყდება. როცა იწყებს სტუმართან ერთად მოგზაურობას ქვეყანაში, მაშინ აკვირდები, პირველივე დღიდანვე აკვირდები მის მოძრაობის მანერას, რა უყვარს, სად იღლება, სად უჭირს. აქედან გამომდინარე, უკვე გექნება საერთო სურათი, სად შეიძლება მისაყვანოს, სად შეიძლება და სად არის მისთვის საფრთხე და სად არ არის მისთვის საფრთხე. რაც შეეხება უიმლას, რომელიც არის საერთაშორისო მთის ლიდერთა გაერთიანება, ეს არის საერთო სტანდარტით სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის მომზადებული ან გადამზადებული აქტიური გიდი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მაინც ის როგორ უნდა მიაქციოს ყურადღება უსაფრთხოების დონეს, როგორ უნდა მიაქციოს მის კომფორტის ზონას, როგორ უნდა მიიღოს კმაყოფილება სტუმრისგან. საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია მთის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციების გაერთიანების, იგივე უიმლას სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მიღებას მომავალ წელს ელოდება.